მოკლედ გასაგებია უკვე მივხვდი. ყველგან ხელოვნური ინტელექტია, მაგრამ არ იცი ზუსტად როგორ გამოიყენო. ამის გამო ჩვენ შევქმნით Kanguru AI, რომელიც გამოყოფს კომპანიებს, რომლებსაც ყოველწლიურად ასობით ათას დოლარს დაუზოგავს. იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჯერ კიდევ სწხოვენ ChatGPT-ის სასურსათო სიის შედგენას და რაც თავარია გაგიზიარებთ უნარებს, რომელსაც ალბათ სხვაგან ვერ ისადნახავთ. რადგან არ ვაპირებთ გითხრათ, უბრალოდ შექმნით ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტები, უბრალოდ დაიწყეთ ხელოვნური ინტელექტის სააგენტო და რატო ახსენე ეს თემა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ხშირად იყენებდა ხელოვნური ინტელექტს მხოლოდ ისეთ რაღაცეებში, რაც შეიძლება რომ არ იყოს გადამწყვეტი. ამის გამო არ ვაპირებ მოგცეთ ისეთი ზედაპირული რჩევები, რომლებიც სპეციალურად მათთვისაა შექმნილი, ვისაც სურს ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებით თამაში, რეალური ფულის გამომუშავების ნაცვლად. არა, მე მოგცემთ 7 პრაქტიკულ უნარს, რომელთა შესწავლაც შეგიძლიათ და უნდა დაიწყოთ დღესვე. უნარები, რომლებიც უკვე 6 წუთში არიცხობს აზრთ ადამიანებს. აქ არის 7 AI უნარი, რომელიც გამოგადგებათ თქვენს კომპანიაში ხარჯების შესამცირებლად. უნარი 1. უნარი ნომერ 1 შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს, რადგან ეს არის ის ერთადერთი უნარი, რომელიც ყველა სხვა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტს რეალურად ამუშავებს. ეს უნარი განსაზღვრავს მიიღებთ თუ არა გენიოსის დონის შედეგს თუ სრულ ნადავლს. ყველა ხელოვნური ინტელექტი სისტემიდან, რომელსაც შეეხებით. საუბრობ სწრაფ ინჟინერიაზე, ეგრეთ წოდებულ prompt engineering-ზე, რომელიც შეიძლება ავტომატიზაცია, ბრძანებები, კრეატიულობა და მრავალი სხვა. წარმოიდგინეთ ხელოვნური ინტელექტის სისტემები, როგორ წარმოუდგენთ არ უნდა მოგეჩვენოთ, რომელსაც თითქმის ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ ისინი საშინელად კითხულობენ აზრებს. მათ სჭირდებათ ზუსტი გასაგები ინსტრუქციები, რათა ზუსტად ის მოგაწოდონ, რაც გსურთ. პრობლემა ის არის, რომ ადამიანების უმეტესობამ არ იცის, როგორ მისცეს ეს ინსტრუქციები სწორად. დაფიქრით ასე, წარმოიდგინეთ, რომ ახლა 10 თანამშრომელი ყავთ. თუ მათ გუნდოვან გაურკვეველ ინსტრუქციებს მისცემდით, რა მოხდებოდა? ყველა მათგანი სხვადასხვა შედეგს გამოიღებდა. როცა სინამდვილეში შეგიძლიათ მკაფიო კონკრეტული ინსტრუქციები მისცეთ, შესაბამისი კონტექსტით, წარმატების მაგალითებით, მოულოდნელად ეს 10 თანამშრომელი წარმოუდგენლად პროდუქტიული გახდება და ზუსტად იმას გააკეთებს, რაც გჭირდებათ. ხელოვნური ინტელექტი ზუსტად იგივე პრინციპით მუშაობს. საოცარი შედეგების მიღწევასა და უაზრობის შორის განსხვავებაა. თავად ხელოვნურ ინტელექტში კი არა ის არის, თუ რამდენად მკაფიოდ კომუნიკაციას ახდენთ, როგორც ლიდერი, რომელიც ინსტრუქციებს იძლევა. ციფრები ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გახდა ეს უნარი. ბოლოდროინდელი ინდუსტრიული კვლევა აჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტის პროექტების წარუმატებლობა 78% არა ტექნოლოგიური შეზღუდვებია, არამედ ადამიანსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის ცუდი კომუნიკაციით არის გამოწვეული. აი უახლოესი ტენდენციები და განვითარება, რომ ნახოთ, ინდუსტრიის ბოლოდროინდელი კვლევა აჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტის პროექტის წარუმატებლობის 78% არის ტექნოლოგიური შეზღუდვებით არის, არამედ ადამიანისა და ხელოვნურ ინტელექტს შორის დისკომუნიკაცია, როგორც ვახსენე. რას ნიშნავს ზუსტად ეს თქვენთვის? ეს ნიშნავს, რომ ამჟამად კომპანიების 78%-ს უზარმაზარ თანხებს ხარჯავს ხელოვნური ინტელექტის პროექტებს, რომლებიც არ მუშაობს. არა იმიტომ, რომ ტექნოლოგია გაუმართავია, არამედ იმიტომ, რომ კომუნიკაცია არის 4.9% და დანარჩენი არის 95.1%. არავინ იცის, როგორ დაუკავშირდეს მათ სწორად. სწორედ ამიტომ გახდა prompt engineering-ი ფუნდამენტური უნარი, წარმატებული ბიზნესის ასაშენებლად 2025 წელს. რადგან რამდენადაც არ უნდა გვეგონოს, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაგვანაცვლებს, სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტის ადამიანური ინტელექტი სჭირდება თავისი პოტენციალის გამოსავლენად. გამოცდილი სწრაფი ინჟინერების გარეშე ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ ძვირადღირებული პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც საშუალო დონის შედეგს იძლევა. მაშინ როგორ მუშაობს prompt engineering-ი სინამდვილეში? მოდით ეს ძირითადი უნარები დავუყოთ, რომელთა დაუფლებაც გჭირდებათ. ძირითადი მოთხოვნის სტრუქტურა. პირველ რიგში თქვენ უნდა გაიგოთ მოთხოვნის სტრუქტურა. ადამიანების უმეტესობა უბრალოდ აკრიფავს მოკლე და ბუნდოვანი ინსტრუქციებს, როგორიცაა დამიწერა მისაღწევა. და უკვე რატომ იღებენ უაზრობას. პროფესიონალური შეთავაზები 5 ძირითად ნაწილად არის სტრუქტურირებული. პირველი როლი, მეორე კონტექსტი, მესამე დავალება, მეოთხე აუდიტორია და ბოლოს გამომავალი ფორმატი. მაგალითად დამიწერე ზონაში კლების რეკლამა. ამის ნაცვლად თქვენ დაწერთ
რომ შენ ხარ პირდაპირ რეაგირების კოპირაითერი, რომელიც სპეციალიზირებულია ჯანმრთელობის და ფიტნეს მარკეტინგში 40 წლის გადაცილებული ქალებისთვის და კონტექსტი აქ იქნება მე ვიწყებ 12 კვირიან ონლაინ წონის დაკლების პროგრამას, რომელიც აერთიანებს პერიოდულ კვების რაციონს, ძალისმიერ ვარჯიშთან და სპეციალურად შექმნილი მენოპაუზის დროს ჰორმონალური ცვლილებებისთვის. პროგრამის ღირებულება $297 და მოიცავს კვების გეგმებს, ვარჯიშის ვიდეოებს, ყოველკვირ ჯგუფურ სამხსოვრო ზარებს. ის ეხება შენელებულ მეტაბოლიზმის, მუსლის ჯივსკებს და ენერგიის წყევებს, რომლებიც ხშირია ამ ცხოვრების ეტაპს. მესამე დავალება. ჭირდება რომ დაწერო Facebook-ის რეკლამა, რომელიც ჩემს გვერდზე დააწყაფუნებს და მოიზიდავს აუდიტორიას. ხო, ეს აუდიტორია განკუთვნილი იქნება 45 წლის ქალებისთვის, რომლებიც პერიმენოპაუზაში ან მენოპაუზაში იმყოფებიან და იმედგაცრუებულები არიან, რომ მათი წინაწონის დაკლების მეთოდები ჰორმონალური ცვლილებების გამო აღარ მუშაობს და სურთ მიდგომა, რომელიც მათ ცვალებად სხეულთან იქნება დაკავშირებული. შემდგომ ფორმატი. გთხოვთ ფორმატირება მოახდინოს შემდეგნაირად: ყურადღების მიმზიდველი სათაური, 3-4 წინადადება. ძირითადად ტექსტი, ძლიერი მოწოდება მოქმედებისკენ, CTI მთლიანი სიგრძე 125 სიტყვაზე ნაკლები. ხედავთ განსხვავებას? ასე ვქნით პროფესიონალურ ხარისხის მარკეტინგულ მასალებს, ძვირადღირებული სააგენტოების დააქირავების ან გამოცდილების გარეშე. საბოლოო ჯამში გასვლით კონკრეტულ უპირატესობას. სხვა მოთხოვნის ფორმატები კი მოიცავს როლზე დაფუძნებულ მოთხოვნას აქ თქვენ ეუბნებით AI-ს თუ როგორ უნდა მოიცეს. მაგალითად, შეგიძლიათ მისცეთ ასეთი მითითება. იმოქმედეთ როგორც McKinsey-ის დონის სტრატეგიის კონსულტანტმა 15 წლიანი გამოცდილებით ბიზნეს ტრანსფორმაციაში. ახლა თქვენ გაქვთ ზომა სტრატეგიული აზროვნების იმავე კალიბრზე, როგორიცაა Fortune 500 კომპანიები, რომლებიც იხდიან $100,000-ზე მეტ ამისთვის. შეგიძლიათ დასვათ რთული ბიზნეს კითხვები, მიიღოთ დეტალური ბაზის ანალიზი და მიიღოთ სტრატეგიული რეკომენდაციები ნებისმიერ დროს. ეს იგივეა, რომ ჯიბეში ყავდეთ ინდუსტრიის წამყვანი აღმასრულებელი დირექტორი. ექვსნიშნა კონსულტაციის საფასურის გარეშე. ხოლო ამ ერთ ტექნიკას შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი შედეგები 300-400%-ით. რადგან თქვენ აძლევთ ხელოვნურ ინტელექტს კონკრეტულ ექსპერტიზას, საიდანაც იღებთ სარგებელს, მაგალითებზე დაფუძნებული ტრენინგი გაქვთ. მესამე, თქვენ სწავლობთ მაგალითების მოყვანას იმის ახსნის ნაცვლად, თუ რა გსურთ. თქვენ აჩვენებთ ხელოვნურ ინტელექტს იდეალური შედეგების 2-3 მაგალითს და ის თანმიმდევრულად შეესაბამება ამ ნიმუშს. ასე რომ, თუ გსურთ ელპოსტები დაწერილი იყოს კონკრეტული სტილით, თქვენ უნდა მისცეთ ხელოვნურ ინტელექტს ელპოსტების მაგალითები ამ სტილში. თუ გსურთ სოციალური მედიის პოსტები გარკვეული ტონით, აჩვენეთ მათ ამ ტონის მქონე პოსტები. შეგიძლიათ უჩვენოთ თქვენი საყვარელი შემქმნელების ხელოვნური ინტელექტის კონტენტი, YouTube ვიდეოების დასვეტები ან ინდუსტრიის ლიდერების გამოსვლები, რომლებითაც ახლოვანებულები ხართ. ხელოვნური ინტელექტი გაანალიზებს მათ კომუნიკაციის სტილს და დაწერს სცენარებს, ელპოსტებს ან მარკეტინგულ კონტენტს, რომელიც შეესაბამება მათ მიდგომას. თქვენი თითის განძრევის ან სააგენტოების მიერ დაწესებული გადაჭარბებული კოპირაიტინგის საფასურის გადახდის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ წერის სტილი, საუკეთესო მარკეტოლოგების, თქვენს ინდუსტრიაში, თქვენი ბიზნესებისთვის მუშაობთ 24/7-ზე უპასუხოთ. ფიქრების ჯაჭვური სტიმულირება. ეს არის ის, სადაც თქვენ რთულ ამოცანებს, პროექტებსა და ბიზნესებს უფრო მცირე ნაბიჯებად ყოფთ, რომელთა ლოგიკურად დამუშავებაც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია. ეს წარმოუდგენლად ძლიერია თუ გსურთ ბიზნესის დაწყება, რადგან მისი გამოყენებით შეგიძლიათ იმით გარკვევა, თუ რომელი ბიზნესი დაიწყოთ და როგორ დაიწყოთ იგი. თქვენი ხარჯების ასვლად იმის გამოკვლევის ძელობაში თუ რა შეიძლება იყოს ეფექტური, შეგიძლიათ ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტს ხოვოთ, რომ ყველაფერი ეტაპობრივად გაგიხსნათ. შეგიძლიათ სთხოვოთ. უბრალოდ სკოლისა ნახე რას ყიდულობენ ადამიანები ახლა. მეორე, იპოვე მომხმარებელთა ჯგუფები, რომლებიც ვერ ნახულობენ იმას, რაც სჭირდებათ. მესამე, გაარკვიეთ, რამდენად რთული იქნება დაწყება. მეხუთე, შეაფასეთ, რამდენი ფულის გამომუშავება შეგიძლიათ და შეადგენთ გეგმა რეალური გაშვებისთვის. ყველაფერი 60 წუთში. შეაფასე, რამდენი ფულის გამომუშავება შეიძლება და შეადგენთ გეგმა რეალური გაშვებისთვის. ეს ყველაფერი არის მხოლოდ 3 წუთში, როგორც გითხარით და ადრე ძვირადღირებულ კონსულტანტების პირების განმავლობაში ჭირდებოდა თამის გასარკვევად. ახლა 1 საათში შეგიძლიათ. ხელოვნური ინტელექტი თითოეულ ნაბიჯს აკვირდება და გეუბნებათ, სად არის შესაძლებელი, ვის დაუპირისპირდებით და ზუსტად რა უნდა გააკეთოთ დასაწყები. ყველა ამ სტიმულის ტექნიკას აქვს საერთო სპეციფიკურობა და სტრუქტურა. როლზე დაფუძნებულ სტიმულს იყენებთ მაგალითებზე დაფუძნებულ ტრენინგს და ასთა ჯაჭვურ სტიმულს. თქვენ ყოველთვის აძლევთ ხელოვნურ ინტელექტს, მკაფიო კონტექსტს
კონკრეტულ ინსტრუქციებს და წარმატების მაგალითებს. რაც უფრო ზუსტი და სტრუქტურირებულია თქვენი მოთხოვნები, მით უკეთესი იქნება თქვენი შედეგები. ინტელექტს ეფექტურად რომ მისცეთ ეს ყველაფერი, დაგჭირდებათ უნარი ორი. ყოველ დღე ამით ბიზნესები ფულს ყრიან ისე, თითქოს მე ვსაუბრობ კომპანიებზე, რომლებიც კარგავენ 50,000, 100,000 დოლარს, მილიონობით დოლარსაც კი. თითქოს და მათულ ცეცხლი უკიდია, ხო? დავალებებზე, რომელთა შესრულებაც ავტომატურად უფასოდ შეიძლება ადამიანის მიერ თქვენზე ჭკვიანი არ არის. უნარი, რომელზეც ვსაუბრობ, არის AI automation. და სანამ იფიქრებთ ეს არის რაღაც სუპერთექნიკური კოდირების ფული, რამაც დაგჭირდებათ კომპიუტერული მეცნიერების ხარისხი, ეს არ არის. ეს არის რისის სწავლად შეგიძლიათ ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც ძირითადად მიუთითად დააწყალყნენ plug and play ტიპისა, მაგალითად Zapier, Make.com-ი, N8-ი. რადგან უფრო დაწვრილებით მხოლოდ ერთ წუთში ვისაუბრებთ, მაგრამ პირველ რიგში რა არის ამის ავტომატიზაცია? იფიქრეთ იმაზე, როგორც სუპერ ჭკვიანი ასისტენტის დაქირავება, რომელსაც არასდროს სინავს, არასდროს იღლება, არასდროს უშუქ შეცდომებს. გარდა იმისა, რომ ყოველთვიური ხელფასის გადახდის ნაცვლად თქვენ ერთხელ ასახმებთ და ისინი სამუდამოდ უფასოდ მუშაობენ. მას რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? Slack-ის Workforce Lab-ის მონაცემებით მიუღების თანამშრომლები საშუალოდ სამუშაო დროის 41%-ს უთმობენ. დაბალი ღირებულების განმეორებით დავალებები, რომლებსაც არ აქვს მნიშვნელოვანი წვლილი მათი ძირითადი სამუშაო ფუნქციების შესრულებაში. მიუღების თანამშრომლები აცხადებენ, რომ დროის 51%-ს ხარჯავენ ისეთ დავალებებზე, რომლებიც დაბალი ღირებულებებისა, განმეორებადი ან არ აქვს მნიშვნელოვანი წვლილი მათი ძირითადი სამუშაო ფუნქციების შესრულებაში. ეს აჩვენებს ხელოვნური ინტელექტის და ავტომატიზაციის ინსტრუმენტების აშკარა შესაძლებლობას, რათა დაეხმარონ მიმღების თანამშრომლებს ენერგიის სამუშაოდან გადატანაში უფრო მაღალი ღირებულების მქონე აქტივობებზე. როგორც ხედავთ, განმეორებითი დავალება, რომელიც შეიძლება ჩანაცვლის ინტელექტის მიერ არის 41% და მნიშვნელოვანი დავალება არის 59%. ეს მათი დრის თითქმის ნახევარია მოსაწყენი გონება დამამლეველი საქმეების კეთებით, რომლებიც რეალურად აზროვნებას არ საჭიროებს. ახლა ადრე თუ გინდათ ამ განმეორებითი სამუშაოების შესრულება, ორი ვარიანტი გქონდეთ. ერთი იყო გააკეთე ეს თავად, მეორე იყო დაიქირავეთ ვირტუალური ასისტენტი. ვარიანტი 1 გააკეთეთ ეს თავად. ყოველდღე საათობით ატარებთ მონაცემების სისტემის შორის კოპირებას, შემდგომ მეილპოსტის გაგზავნას, ხილების განახლებას და ფაქტობრივად მაღალანაზღაურებადი მონაცემთა შეყვანის თანამდებობაზე მუშაობას საკუთარ ბიზნესში. ვარიანტი 2. დაიქირავეთ ვირტუალური ასისტენტები. თქვენ გადავხდით მათ $5-15 საათში, გაწვდით თქვენს პროცესებში, მართავდით მათ, გაუმკლავდებოდით თანამშრომლების გადინებას, როდესაც ისინი სწავლენ და იმედოვნებით, რომ არ დაუშვებდნენ შეცდომებს, რომლებიც ფული დაგიჯდებოდათ. ორივე ვარიანტი ცუდია. ისინი ძვირია, დროის მომთხოვნია და არ მასშტაბირდებიან. ახლა კი საიდან ვიცი ეს ყველაფერი? ეს ვიცი რადგან პირადად ვაკეთებ ამას ჩემს კომპანიებში, ყოველ წამს დღე და ღამე 1-ზე მეტი ავტომატიზაცია მაქვს ჩართული. ეს ვიცი რადგან პირადად მევაკეთებ ამას ჩემს კომპანიებში. ჯამში დაახლოებით 2.6 მილიონი ავტომატიზაციაა ყოველთვიურად. ეს ავტომატიზაციები ყველაფერს აგვარებენ, მათ შორის მონაცემთა შეყვანა, ელფოსტის თანმიმდევრობა, KPI-ის თვალყურის დევნობა თუ out of office და ოფისიდან გასული მოთხოვნებიც კი. ამის პერსპექტივაში განსახილულად თუ თითოეული ამ ავტომატიზაციის ხელით შესასრულებლად გადავცემთ გუნდის წევრს, როგორც წესი დაახლოებით 25 წუთით დასჭირდება. ჩვენ კი გვეζოგება 6.5 მილიონი წუთი ყოველთვიურად. საშუალოდ 45 საათიანი სამუშაო კვირის გათვალისწინებით, რაც თვეში დაახლოებით 180 საათს უდრის, ეს დაახლოებით 36 თანამშრომლის დაზოგილი სამუშაო დატვირთვაა. დაამატეთ ეს წლის განმავლობაში და მიხვდებით, რომ მილიონები დავზრდით. მას ხედავთ, რატომ არის ეს ასეთი ღირებული უნარი? და ეს საუკეთესო ნაწილიც კი არ არის. მას ხედავთ, რატომ არის ეს ასეთი ღირებული უნარი? იმიტომ, რომ დარწმუნდებით, თქვენ შეგიძლიათ ამის თქვენს ბიზნესში დაներგვა. ნამ გითხავთ ალბათ, რომ ეს საოცრად კარგად ჭრეს, მაგრამ რეალურად როგორ დავიწყო? ეს არის ეს ინსტრუმენტები, რომლებიც ვახსენე და რა შემიძლია რეალურად გავაკეთო ამით. მე მომეცით ჩავშალო ის აპლიკაციები, რომლებიც წეღან აღვნიშნე, რადგან მათი გაგება გადაწყვეტია თქვენი წარმატებისთვის. პირველ რიგში ალბათ Zapier. წარმოიდგინეთ Zapier-ი როგორც თქვენი სასწავლო ბორბალი. ეს არის ყველაზე მოსახერხებელი პლატფორმა დამწყებთათვის. თქვენ უბრალოდ ირჩევთ ტრიგერს, მაგალითად, როდესაც ვინმე ავსებს ჩემს საკონტაქტო ფორმას და შემდეგ ირჩევთ მოქმედებას,
მაგალითად დაამატე ისინი ჩემი პოსტის სიაში და გაუგზავნე მის შესაძლებელი შეტყობინება. Zapier აკავშირებს 5000-ზე მეტ სხვადასხვა აპლიკაციას. ასე რომ რა ინსტრუმენტებსაც არ უნდა იყენებდეს თქვენ ბიზნესი, Zapier სავარაუდოდ შეუძლია მათი ერთმანეთთან დაკავშირება. შემდეგია make.com. აქ თქვენ გადალახავთ მარტივი ავტომატიზაციებიდან ინტელექტუალური სამუშაო პროცესების შექმნას. Make-ის გამოყენებით შეგიძლიათ შექმნათ რთული გადაწყვეტილებების დაკავშირებები, როგორც კი თქვენ სისტემაში სატექნიკო სამუშაო დასრულებულ მონიშნავთ, მაგალითად ავტომატურად გაუგზავნე მომხმარებელს მადლობის შეტყობინება და სწორედ შეფასება. თუ ისინი 3 დღის განმავლობაში არ დაწერენ შეფასებას, გაუგზავნეთ შემდგომი პოსტა, თუ ისინი დატოვებენ 5 ვარსკვლავიან შეფასებას, ავტომატურად გაუგზავნეთ ფასდაკლების კოდის შემდეგი მომსახურებით. ანუ თქვენ რეალურად სეტინგებიდან შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი მოქმედება, ისი განხორციელებაც გჭირდებათ. ის კვლავ ვიზუალურია და არ გიწევთ რაღაცა ზედმეტის შესწავლა, რომ რაღაც აპლიკაციაში მივხვდეთ რა როგორ ხდება. შემდეგი არის N8N. ეს არის გაფართოებული ვარიანტი. Open source, რაც ნიშნავს, რომ ის უფასოა. თუ თავად შეგიძლიათ მისი ჰოსტინგი და გაძლევთ შეუზღუდავ პერსონალიზაციას. აქ მიდიხართ, როდესაც გჭირდებათ რაიმე ნამდვილად სპეციფიკური, რაც სხვა პლატფორმაზე არ ხორციელდება. ხელით შესრულებული დავალებები თუ გაკარგუნებთ დროს და კარგავთ ხოლმე არაეფექტური პროცესების გამო და ხედავთ, რომ ხარვეზები გაქვთ, მივხვდებით რა გაკარგუნებთ დროს ყველაზე მეტად. აღმოაჩენთ ყველაზე შემაწუხებელ ყოველდღიურ ოპერაციებს, რომლის ავტომატიზაციასაც შეძლებთ. ავტომატიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება არის ნაბიჯი 5. როგორც კი გაიგებთ თუ როგორ მუშაობენ ისინი სინამდვილეში, ავტომატიზაციის შესაძლებლობები აშკარა გახდება. თქვენ დაინახავთ პროცესებს, რომელთა გამარტივებაც შესაძლებელია. შემდგომ ქმედებებს, რომელთა ავტომატიზაციაც შესაძლებელია და მონაცემებს, რომელთა დაკავშირებაც შესაძლებელია. თქვენ დაინახავთ პროცესებს, რომელიც აგემარტივებათ, ქმედებებს და მონაცემებს, რომელთა დაკავშირებაც შესაძლებელია. და შაბლონები, სისტემების შექმნა და სპეციალურად ამ ინდუსტრიისთვის პროგრამული უზრუნველყოფაც კი შესაძლებელი იქნება. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი დონე, რომელსაც ადამიანების უმეტესობა ვერ ასწროს აღწერს და სწორედ აქ არის რეალური ფული და კონკრეტული უპირატესობა. ეს ინსტრუმენტები ახლახან განვეშვილეთ და რამდენჯერმე ვახსენეთ ეს და იგივე პროცედურები. Zapier, make.com, N8N. მაგრამ აი რა ხდება, როდესაც ამაში ნამდვილად ყველაფერი კარგად გამოდის. წაწყნებით მაინც დაპყრობებს კედლებს. კლიენტს სჭირდება რაღაც უფრო მორგებული, რასაც ვერც ერთი არსებული აპლიკაცია ვერ გააკეთებს. მათ სჭირდებათ ავტომატიზაცია, რომელსაც პლატფორმები უბრალოდ ვერ უმკლავდებიან. თუ გსურთ შექმნათ აპლიკაციები, რომელიც კომპანიებს ნამდვილად შეუძლიათ დაერქვათ და გაფართოვდნენ. საბოლოოდ უნდა გაიგოთ ტექნიკური საფუძვლები. და ეს არის პროგრამირება. ასე რომ აი სიმართლე, მაგრამ გახსოვდეთ, ყოველთვის არსებობს უფრო მაღალი დონე. თუ გსურთ მისი მიღწევა. ახლა დარწმუნებულება შეგიძლიათ გამოიცოთ, რა შეიძლება იყოს შემდეგი უნარი. უნარი 3. ეს უნარი, რომელიც განაცვლობს ხელსაწყოების მომხმარებლებს ხელსაწყოების შემქმნელებისგან, არის AI development. და რა არის AI development? მარტივად რომ ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის განვითარება გულისხმობს საკმარისი ტექნიკური უნარების შესწავლას, რათა შექმნას ხელოვნური ინტელექტის მორგებული აპლიკაციები, რომლებიც რეალურ ბიზნეს პრობლემებს გადაჭრას. დავფიქრეთ, ვიღაცას უნდა შექმნა Zapier, make.com და ყველა ეს პლატფორმა, რაც აქამდე ვახსენე. ხელოვნური ინტელექტის განვითარება არის უნარი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გახდეთ ერთ-ერთი ასეთი მშენებელი. ბიზნესების უმეტესობა საბოლოოდ კედლებს ეჯახება მზა ხელსაწყოებით. მათი პროცესები ძალიან სპეციფიკურია, მათი მონაცემები ძალიან რთულია. მათ მხოლოდ ისჭირდებათ, რომ ინდუსტრია ისე გაიგოს, როგორც ზოგადი ინსტრუმენტები ყველასდროს შეძლება. ეს უწყლული არის, რა სჭირდებათ ბიზნესებს და რა შეუძლიათ არსებულ ინსტრუმენტების უზრუნველყოფას მათ შორის. აქ შემოდის Kanguru AI, ანუ custom AI მოდელი. Python-ის პროგრამირება არის პირველი, რაც დაგჭირდებათ. ეს ნიშნავს, რომ GPT იქნება კლაუდში სხვა პლატფორმა უკვე ჩაშენებული იქნება თქვენთვის. აი მაგალითზე რომ ვთქვათ. დავუშვათ, ადგილობრივი იურიდიული ფირმა აქვს ხოლმე შექმნათ ინსტრუმენტი, რომელიც შეაჯამებს იურიდიულ დოკუმენტებს. ახლა ისინი ხელით თითო აკოპირებენ და 1000-ზე მეტ თითოეულ დოკუმენტს ChatGPT-ში, ხო, რასაც დრო სჭირდება. ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების გამოყენებით შეგიძლიათ შექმნათ მარტივი აპლიკაცია, სადაც 50 იურიდიულ დოკუმენტს გადაიტანთ პირდაპირ ფაილში, თქვენი აპლიკაცია ავტომატურად აგზავნის თითოეულ დოკუმენტს ChatGPT-ში, იღებს რეზუმეს და ქმნის მოწესრიგებულ ანგარიშს ყველა 50 რეზუმეთი. დოკუმენტების ერთმანეთის მიყოლებით კოპირება შესაძლოა 3 საათი დახარჯვის ნაცვლად თქვენ მორგებული აპლიკაცია გაქვთ, რომელიც ავტომატურად ამუშავებს ყველა 50 დოკუმენტს 5 წუთში. მონაცემთა დამუშავება, მესამე თქმა უნდა გესმოდეთ, თუ როგორ უნდა იმუშაოთ ამ მონაცემებთან.
ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების უმეტესობა გულისხმობს ბიზნესის მონაცემების აღებას და მათ სასარგებლოდ გადაქცევას. მათ გაწმენდას ორგანიზებას და ხელოვნური ინტელექტის სისტემებში სწორად მიწოდება. სწორედ აქ არის ნამდვილი ღირებულება. ბიზნესებს უამრავი მონაცემები აქვს, მაგრამ არ იციან როგორ გამოიყენონ ისინი ეფექტურად. თქვენ ხდებით ის ადამიანი, ვინც თავის არეულ მონაცემებს ძვირფას ხელოვნურ ინტელექტუალურ აზროვნებად აქცევს. ამ თემას უფრო დეტალურად შევეხები მეოთხე უნარში. ახლა კი არის საუკეთესო გზა ხელოვნური ინტელექტის განვითარების შესაძლებლად. რეალურ პროექტებზე მუშაობით და საუკეთესო ადგილზე წევით არის ბატონმა სახელმწიფოების თეგლობა, რომელიც ასევე მნიშვნელობა ის არის, რომ კომპანიები რეალურ ბიზნეს პრობლემებს აქვეყნებენ, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებები სჭირდებათ და ადამიანები სჭირდებათ მათ გადაჭრაში, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან. Netflix-ი აქვეყნებს გამოწვევებს მათი რეკომენდაციების სისტემების შესახებ, Google აქვეყნებს პრობლემებს, რომელთა მოგვარებას მათ სჭირდებათ და როგორც ზემოთ მოცემულ სურათზე ხედავთ, ისინი საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდიან ამ პრობლემის გადასაჭრელად. მაგრამ აი საუკეთესო ნაწილი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, როგორ გადაჭრეს სხვა ადამიანებმა იგივე პრობლემები. როდესაც ვინმე წარადგენს გადაწყვეტას, ისინი ხშირად უზიარებენ მათ სრულმიდგომას, მათ შორის მთელ კოდს და დოკუმენტაციას. ასე რომ შეგიძლიათ აიღოთ პრობლემა, თავად მის გადაჭრა და შემდეგ ნახოთ, როგორ მიუძღვენ მას გამარჯვებული გადაწყვეტილებები. ეს იგივეა, რომ გქონდეთ წვდომა სოფლიოში საუკეთესო ხელოვნური ინტელექტის დეველოპერებზე და პირდაპირ ისწავლოთ მათი ნამუშევრები. ასე რომ იმისას რომ იგიკოთ თუ რა სახის პროექტები უნდა შექმნათ, უბრალოდ გადაით კედელზე, არჩიეთ თქვენი საინტერესო კონკურსი და დაიწყეთ მასზე მუშაობა. თქვენ უფრო სწრაფად ისწავლეთ, ვიდრე ნებისმიერი კურსის გავლით. უნარი 4. მონაცემთა ანალიზი. ბიზნესის მფლობელების უმეტესობა უკვე ზომავს თავის მონაცემებს. ისინი აკონტროლებენ გაყიდვებს, ვებსაიტზე ვიზიტებს, მომხმარებლის ინფორმაციას, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ისინი მხოლოდ ზედაპირულად ერკვევიან იმის გაგებაში, თუ რა შეუძლიათ მათ რეალურად ამ მონაცემებს უთხრას მათ. აი განსხვავება, ტრადიციული მონაცემთა ანალიზი გიჩვენებს რა მოხდა უკვე, ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ანალიზი პრობლემებს თუ რა მოხდება შემდეგ და ზუსტად გეუბნებათ რა უნდა გააკეთოთ. ამიტომ დაფიქრეთ, რომ თანამედროვე ბიზნესები ყოველდღიურად დიდი რაოდენობით მონაცემებს აგენერირებენ. მომხმარებელთან ურთიერთქმედება, ტრანზაქციების ჩანაწერები, ვებსაიტის ქცევა, მოცემულობა არის განსაცვიფრებელი. თქვენი ტვინი უბრალოდ არ არის შექმნილი ამდენი ინფორმაციის გადასამუშავებლად, რომ აღარაფერი თქვათ, მაშინ მნიშვნელოვანი ნიმუშების პოვნას. მცირე ბიზნესაც კი შეიძლება ჰქონდეს ათასობით მონაცემი, რომლებიც ყოველდღიურად მიედინება მრავალ სისტემაში. ადამიანის ტვინი კედელს ეჯახება ინფორმაციის ამ მასშტაბის გააზრებისას, რომ თქვენ მონაცემებში დამალული ღირებულებები, ინფორმაციის უმეტესობა სრულად უხილავ რჩება, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი დიდ მონაცემებზე პროექტ ყავდება. ეს ასწორებს, რომ მას უფრო მეტი მონაცემები სჭირდება, რომ უფრო მეტი დავალება დაამუშავოს. და ამ დავალებების საფუძველზე გამოგიტანოთ სწორი პასუხი. ხელოვნური ინტელექტი შეუძლია ერთდროულად გაანალიზოს ყველა მონაცემი, ყველა ბიზნეს სისტემაში. გამოავლინოს რთული ურთიერთობები და ნიმუშები, რომელთა აღმოჩენას ნებისმიერი ადამიანისთვის შეუძლებელი იქნებოდა მონაცემთა ანალიზის საშუალებით. შეხედეთ, ყველა ბიზნესს აქვს მონაცემები, უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს რა ქნას მათ. ეს არის შესაძლებლობა. როდესაც შეგიძლიათ გაანალიზოთ მათი მონაცემები და თუნდაც თქვენი საკუთარი ბიზნეს მონაცემები შეიყვანოთ და ზუსტად იპოვოთ სად პულს და როგორ გამოასწოროთ ეს. ეს დაუყოვნებელი ფასეულია. დააკომენტარეთ თუ გახსენდებათ ასეთი თქვენიდან თუ დაგჭირდებოდათ ეს საშუალება, რომ იპოვოთ და გამოასწოროთ ეს თქვენს ბიზნესში. და რა შეიძლება იყოს, რომ თქვენაც ნახონ და ერთმანეთს გაუძლიეროთ solution. მას როგორ დაიწყოთ სინამდვილეში? ისავთ SQL. სულ ესაა. SQL ნიშნავს სტრუქტურირებული კითხვების ენას და ძირითადად წარმოადგენს მონაცემთა ბაზებისთვის კითხვების დასმის საშუალებას. მარტივი ინგლისური ბრძანებები. წარმოიდგინეთ ეს როგორც Google search-ი, მაგრამ ბიზნეს მონაცემებისთვის. ყველა ბიზნეს ინფორმაცია მონაცემთა ბაზებშია და SQL-ი არის ის, თუ როგორ იღებთ პასუხებს ამ მონაცემთა ბაზებიდან. სწორი კითხვების დასმაზე საუბრისას არსებობს კიდევ ერთი უნარი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. უნარი 5. ყველა ბიზნესში სჭირდება სიტყვები, რომლებიც იყიდება. და ეს თქვენთვის უზარმაზარ შესაძლებლობას ქმნის. დაფიქრით, ყველა ბიზნესი ვებსაიტის ჰოსტინგი, ელფოსტის გაგზავნა, კონტენტის გამოქვეყნება, რეკლამის გაშვება. და აი, საქმე მათი კოპირაიტინგები ყოველთვის შეიძლება უკეთესი იყოს. თქვენ არასდროს გაქვთ 100%-ით სრულყოფილი ასლი. სწორედ აქ ხდება ხელოვნური ინტელექტის კოპირაიტინგის ღირებული უნარი და ისეთი ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა ChatGPT, Claude, Ghostwriter, თუ შეძლებთ შექმნათ ვებინარის სკრიპტი, რომელიც შეთავაზების ბოლოს აუდიტორიის 80% შეინარჩუნებს და არა მხოლოდ 20%-ს თქვენ დიდ ფულს გამომუშავოთ.
თუ საშუალოდ თქვენი ვებინარები პრეზენტაციის შემდეგ 10%-ით გადაიქცევა და თქვენ შეძლებთ 100-დან 80 მონაწილის შენარჩუნებას, 100-დან 20-ის ნაცვლად, ეს ნიშნავს, რომ ორ მომხმარებელს 20-დან 10%-მდე ნაცვლად თქვენ გადაიყვანთ 8 მომხმარებელს 80%-დან 10%-მდე. ეს იგივეა ვებინარის გაყიდვებიდან, რომ 4-ჯერ მეტი გამოიმუშავოთ, ხო? დაბალი შენარჩუნება 20 მონაწილე რჩება, მაღალი შენარჩუნებით 80 მონაწილე რჩება თქვენთან. საუკეთესო ნაწილი, ყველა ბიზნესს ესჭირდება. რეკლამის ტექსტის უკეთესი კონვერტაცია, ვიდეო სეირსთათვის უფრო მაღალი კონვერტაცია და უფრო მიმზიდველი კონტენტი. რაც არ უნდა იყოს ეს თქვენთვის ბიზნეს ესუნარების სჭირდება. როდესაც შეგიძლიათ შექმნათ ტექსტის გამოჯობესებები, რაც პირდაპირ გამოიწვევს მეტ მომხმარებელს და მეტ შემოსავალს, თქვენ ხდებით შეუჩერებელი თქვენს ბაზარზე და თუ გსურთ რომ ერთი ნაბიჯი წინ წახვიდეთ, შეგიძლიათ შექმნათ ტექსტი, რომელიც ზუსტად თქვენსას გავს, მაგრამ სოფლიოს საუკეთესო კოპირაითერების დარწმუნების ტექნიკის გამოყენება. რაც გულისხმობს ამაში. მაგალითად შეგიძლიათ აიღოთ ჩემნაირი შემქმნელი, კრეატორი და ასაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს, რომ ზუსტად ისე ილაპარაკოს, როგორც მე, ჩემი კონტენტიდან, ყველა მარკეტინგული პრინციპის აღებით. როგორ აკეთებთ ამას? თქვენ წვნით მას ყვებით, ხო? აძლევთ ვიდეოებს, ტრანსკრიპტებს, YouTube-ის სცენარებს, ყველაფერს კონკრეტული ადამიანის შესახებ. ასე უთხარით, რომ იმოქმედოს როგორც ექსპერტი კოპირაიტერი. ის ორივეს ერთმანეთთან შერწყმით მიიღებთ ფენომენალურ შედეგს. მთავარი მისი განუცემელი სრული შედეგია. ხელოვნური ინტელექტის კოპირაიტინგები ერთ-ერთი ყველაზე ღირებული უნარია, რომლის სწავლაც შეგიძლიათ, რადგან ის პირდაპირ განსაზღვრავს თუ რამდენი ფულის გამომუშავება შეგიძლიათ. უკეთესი წერის უნარის მქონე ბიზნესები დომინირებენ თავიანთ ბაზარზე. ისწავლოთ ხელოვნური ინტელექტის კოპირაიტინგები და გახდებით ბიზნესის ფლობელი, რომელიც წარმატებების სხვაზე აღარ არის დამოკიდებული. საბოლოოდ, სწორი სიტყვები შეიძლება მილიონობით ღირდეს. უნარი 6. აქ არის უნარი, რომელიც სრულიად ცვლის პროგრამულ უზრუნველყოფის შექმნის შესაძლებლობას. AI assisted software development, ხო? აწრეულის განმავლობაში პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას პროგრამირების მრავალწლიანი ცოდნა სჭირდებოდა. თუ გქონდათ იდეა მარკეტინგის ინსტრუმენტისთვის, შესაძლოა ხარჯების თვალის დევნისთვის, თქვენი ფრილანს ბიზნესისთვის, კლიენტის პორტალისთვის, სადაც მომხმარებელს შეეძლოთ პროექტის სტატუსის შემოწმება ან ინვენტარიზაციის სისტემა, თქვენი პატარა მაღაზიისთვის. თქვენ გექნებოდათ ორი ვარიანტი: ისწავლეთ საკუთარი პროგრამირება ან დაიქირავოთ ზოგადღირებული პროგრამისტები. პროგრამისტის დაქირავება ნიშნავდა, რომ $1000 გადაუხდიდით, კვირების განმავლობაში ლოდინი მოგიწევდათ და კომუნიკაცია, და იმედი მაქვს, რომ ზუსტად გაიგეთ რა გინდოდათ. მცირე ბიზნეს იდეების უმეტესობა არასდროს განხორციელებულა, რადგან ბარიერი ძალიან მაღალია. ახლა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, როგორიცაა Bolt-ი ან Replit-ი და მრავალი სხვა, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ფუნქციური პროგრამული უზრუნველყოფა უბრალოდ დეტალური ინსტრუქციის გამოყენებით, სასურველი აღწერით. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ფუნქციური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც არ მხოლოდ ღირებულს ხდის, არამედ მისი კომბინაცია სხვა ხელოვნური ინტელექტის უნარებთან შეგიძლიათ დააკავშიროთ. გახსოვთ როგორ ვისაუბრეთ ბიზნეს ნიშის არჩევასა და მათი კონკრეტული პრობლემების გაგებაზე. ახლა თქვენ რეალურად შეგიძლიათ შექმნათ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები ამ პრობლემებისათვის. ადგილობრივ კონტაქტებს სურს სამუშაოს შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც გაითვალისწინებს მათ უნიკალურ ფასების სტრუქტურას. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ეს. შენ შეგიძლია ამის აშენება, ეს გაქცევს ადამიანად, რომელიც ახალი ინსტრუმენტებს ხდის. ეს არის განსხვავება პროექტის $3000 გადახდასა და $15000 გადახდას შორის, რომელიც სხვას არ შეუძლია შემოგთავაზოთ. უნარი 7. აი რა იყო ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ნებისმიერი ბიზნესების დასაწყისად. თქვენ გჭირდებოდა პროფესიონალური დიზაინი. რაც შეეხება ძირითადად თქვენ გჭირდებათ ლოგო, ვებსაიტი და თანმიმდევრული ბრენდინგი. მოწინავე დონეზე თქვენ გჭირდებათ რეკლამის კრეატიული მასალები, რომლებიც რეალურად გარდაქმნიან მაყურებელს და თქვენს ბლოგის მკითხველს კლიენტებს. და thumbnail-ის დიზაინერებიც კი. მეწარმეების უმეტესობამ ან $10,000 დახარჯა დიზაინის აგენტობიდან, ან შექმნა სამოყალიბო ვიზუალი, დამასვათ მაშინ მცირე ბიზნესებად აქცია. ხელოვნური ინტელექტის დიზაინის ინსტრუმენტებმა სრულად აღმოფხვრა ეს ბარიერი. ახლა თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პროფესიონალური ხარისხის ვიზუალური კონტენტი, რომელიც $1000 დიზაინერებთან კვირების განმავლობაში კომუნიკაციად დაგიჯდებოდათ. წუთებში ხელოვნური ინტელექტი. მის ესეთ thumbnail-ებს დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს 2025 წელს ბიზნესის დაწყებისთვის. ეს იგივე რომ ჯიბეში ყავდეთ მსოფლიოს დონის გრაფიკული დიზაინერი, რომელსაც ცნობა აქვს ნებისმიერ დროს გაქვთ. რომელიც ის პროფესიონალური იერსახის ბრენდინგი, სარეკლამო კრეატივები და კონტენტი. სიტყვასიტყვით ყველაფერს რაც გჭირდებათ. ახლა კი მოგცეთ ეს მაგალითებს, მაგალითად thumbnail AI, რომელიც თავის thumbnail-ებს და Canva thumbnail maker-ს კი
აღარ გჭირდებათ უკვე ეს რაღაცა კონკრეტული ფოტოსაც, კონკრეტულ ქმედებას ასრულებთ მარკეტინგული ბიზნესებისთვის. ფოტოგრაფიის გუნდის დაქირავებისა და ძველადღირებული გადაღების მოწყობის დასვლად გამიგეთ ასეთი ინსტრუმენტები, თუნდაც როგორიცაა Getty-J, FreePic. შეუძლია შექმნას ფოტორეალისტური გამოსახულებები, რომელიც არ განსხვავდება რეალური ფოტოებისგან. ჩემი დიზაინის გუნდი მაგალითად პირადად იყენებს ამის მსგავს ინსტრუმენტებს და შედეგები როგორც ზემოთ ხედავთ წარმოუდგენელია. და მისმინეთ, ეს სრულად უწყლელი იყო თქვენთან იმის შესახებ, რაც ახლახან განვიხილეთ. ყველა უნარი, რომელიც გაჩვენეთ, ყველა მათგანი ცალ-ცალკე სამუშაო იყო, რომელიც წლების განმავლობაში ტრენინგს და ძვირადღირებულ გუნდებს მოითხოვდა. ეს 10 წლის. თუ ბიზნესის დაწყება გინდოდათ, ჭირდებოდა დეველოპერი, თქვენი ვებსაიტის შესაქმნელად, დიზაინერი, თქვენი ბრენდინგისთვის, კოპირაიტერი, თქვენი მარკეტინგისთვის, მონაცემთა ანალიტიკოსი, თქვენი ციფრების გასაგებად და ავტომატიზაციის სპეციალისტები, თქვენი სამუშაო პროცესების სამართავად. ეს ადვილად $200,000-ზე მეტი ხელფასია, ან $50,000-ზე მეტი ფრილანსერი ხარჯები მხოლოდ დასაწყისისთვის, ხო? დღეს თქვენ შეგიძლიათ ამ ყველაფრის დამოუკიდებლად მართვა. არა იმიტომ რომ გენიოსი ხართ, არამედ იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებმა ეს უნარები ხელმისაწვდომი გახადა ყველასათვის, ვისაც მათი შესწავლა სურს. ბიზნესი და ისე და ბიზნესის რეალურ დასაშენებლად შორის ბარიერი არასდროს ყოფილა ასეთი დაბალი. დაფიქრეთ, რას ნიშნავს ეს კონკრეტული თქვენთვის. არ გჭირდება დიდი რაოდენობით ფულის დაზოგვა, არ გჭირდებათ ინვესტორის დარწმუნება, არ გჭირდებათ გუნდის დაქირავება, სანამ პირველ დაპირებას განახორციელებთ. ამ კვირაში შეგიძლიათ დაიწყოთ ბიზნეს იდეების ტესტირება, მხოლოდ იმ ხელოვნური ინტელექტების ინსტრუმენტებით, რომლებიც ახლახან გაჩვენეთ. ეს ფანჯარა სამუდამოდ ღიად არ დარჩება. ამჟამად ბიზნესების უმეტესობა ჯერ კიდევ ცდილობს ამ ინსტრუმენტების გამოყენებას. მეწარმეების უმეტესობა ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ დასაწყებად გუნდები და უზარმაზარი ბიუჯეტი სჭირდებათ, მაგრამ ეს სწრაფად იცვლება. ადამიანები, რომლებიც ამ უნარებს ახალ სწავლობენ, მაშინ როცა უმრავლესობა ჯერ კიდევ ეწევა, უზარმაზარ უპირატესობას მიიღებენ. არ მხოლოდ ფულის გამომუშავებაში, არამედ იმ თავისუფლებაში, რომ შექმნან ისეთი ბიზნესი და ცხოვრება, როგორც რის სინამდვილეში სურთ. თქვენ არასდროს ყოფილიყავთ უკეთეს მდგომარეობაში, როცა ვიდრე ახლა. ინსტრუმენტები არსებობს, შესაძლებლობები არსებობს. ერთადერთი კითხვა ისაა, აპირებთ თუ არა მათ გამოყენებას, თუ დაელოდებით, სანამ ყველა დანარჩენი მიხვდება ამას. არჩევანია კენგურუ AI. უბრალოდ ყველას რომ წარმოუდგენას შეგიძლიათ. თქვათ თქვენ ვარჯიშობთ, რომ გახდეთ პროფესიონალი ჩოგბურთელი მსოფლიოში, სადაც AI არ არსებობს და თქვენ ძალიან გჭირდებათ გაძლიერება და უკეთესად ითამაშოთ. და მეტი ჩემპიონატი მოიგოთ. მიმართავდეთ თუ არა ჩვეულებრივ ბიზნესის ინსტრუქტორს, რომელსაც აქვს ზოგადი ბიზნესის ცოდნა, რომ თქვენთვის საავადმყოფო გეგმა შეექმნათ. თუ უფრო გეჩვენოთ გემუშავოთ პროფესიონალ მწვრთნელთან, რომელიც სპეციალიზდება ჩოგბურთებში, მაგრამ ვინც უკვე ავალიშა მსოფლიოში ზოგიერთი საუკეთესო სპორტსმენს დაეხმარა მათ ჩემპიონობაში. ვის თხოვით შეექმნათ თქვენი საავადმყოფო პროფესიონალური ჩოგბურთის მწვრთნელს თუ ჩვეულებრივ ბიზნესის ინსტრუქტორს? პასუხი აშკარა არა. რა თქმა უნდა, რეგულარულ სპორტ დარბაზის ინსტრუქტორს შეუძლია თქვენთვის ვარჯიშის გეგმის შექმნა, მაგრამ მაშინაც კი თუ ის იგივე მეთოდოლოგიას გამოიყენებს, რასაც პროფესიონალური ჩოგბურთის მწვრთნელი შედეგებს იგივე არ იქნება, ხო? რატომ? რადგან პროფესიონალმა თავისი მეთოდები ასობით ჩოგბურთელს გამოსადა და დახვეწა რის შედეგადაც ზუსტად იცის, რაც თქვენ გჭირდებათ. სპეციალიზირდება, მან იცის რა მუშაობს და რა არა. რათა დაგეხმაროთ თქვენი ბიზნეს ტესტებში. ამასობაში ჩვეულებრივი სპორტ დარბაზის ინსტრუქტორი შეიძლება ზოგადი წარმოდგენა ჰქონდეს, მაგრამ მან ეს აქამდე არ გააკეთა, ხო? AI-ს ზუსტად ასე მუშაობს. ეს უკვე თითქმის ყველა სფეროში ამაცებს უმეტეს ექსპერტს, აქვს მათი ყველა ცოდნა, მაგრამ ზოგიერთი AI შექმნილია ზოგადი დანიშნულებისთვის. ზოგი სპეციალიზებულია კონკრეტულ მომცემლად. თქვათ, სულ AI-ს დახმარებით შემუშავოთ მუთების ზრდის ფორმულა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ChatGPT-ს თხოვოთ, რომ შეადგინოს ეს პროცესი, მაგრამ ChatGPT ამის არ შექმნა, შექმნა როგორც ზოგადი ინსტრუმენტი. თქვენ უფრო მეტად გეჩვენებათ სპეციალიზებული AI, რომელიც 100% ფოკუსირებულია ბიზნესის ადამიანების დიეტის შექმნაზე, რა? ერთხელ პასუხი აშკარაა. მაგრამ ხსენიათ ეს Craigslist-ის შესახებ, ეს კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითია. ეს იყო ონლაინ კლასიფიცირებული რეკლამის პლატფორმა, რომელიც Pixar-ს წევდა 2000-იანი წლების დასაწყისიდან შუა პერიოდამდე. ეს იყო ზოგადი ვებსაიტი, სადაც პრაქტიკულად ყველაფრის პოვნა შეიძლებოდა. სილამაზე სერვისები დაიწყებული სახლის კითხვით დამთავრებული. თავიდან ყველა იყენებდა, მაგრამ შემდეგ აი რა მოხდა. ხალხმა Craigslist-ის თითოეული სექციისთვის სპეციალიზებული კომპანიების შექმნა დაიწყო. ესენი გახდნენ მასშტაბური ბიზნესები, რომელიც ალბათ დღეს კონიცით. ისევ ჯერა რომ იგივე მოხდება AI-სთან. თქვენ გვაქვს ChatGPT, ხო? როგორც ზოგადი ინსტრუმენტი. და წლების განმავლობაში ადამიანები შექმნიან სპეციალიზებულ AI ინსტრუმენტებს. და უკვე არსებობს ეს. რატომ? მარტივია.
შეგიძლია შექმნა ბევრად უკეთესი რაღაც, როდესაც კონკრეტულ ნიშაზე ფოკუსირდები და ერთ პრობლემას წვეთ. შედეგიც უკეთესია პროცესის უპროცესთა ამ მხოლოდ სარგებელი მოაქვს. და ბოლოს მინდა გითხრათ დამამტკიცებელი მნიშვნელოვანი ფაქტები AI-ზე, რომ ჩინეთში უკვე დაწყებულია AI კლასები 6 წლიდან და ყველას აქვს გამოყოფილი 8 საათი ამ AI-ზე. სადაც სხვადასხვა გაკვეთილები ტარდება. Also, officials aim to prepare children for an AI-driven future, integrating lessons into science and technology classes to boost. და ამ მიმართულებით ექნება ძირითადად ფოკუსი. AI ასევე ამარცხებს ექსპერტებს, ნახეთ ნიშაში, რომ what used to require an expert who spent 50 years of their life studying this subject, today someone their early 20s stuck in a 9-to-5 can synthesize information with AI and create a digital product in just a few hours. რაც შეიძლებოდა რომ ადრე მთელი დღე ერთ საკითხზე დაეთმო ადამიანს მუშაობა, ახლა შეიძლება რომ რამდენიმე საათში, 15 წლის ნაცვლად რამდენიმე საათში შეიქმნას. აქ ვისაუბრეთ ციფრულ პროდუქტზე. ავიღოთ ქვეყანა ალბანეთი, რომელიც ცდილობს რომ შეცვალოს მთავრობა AI-ს, რომ კორუფცია აიძულოს თავიდან. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ AI შეუძლია რომ ეს შეაჩეროს, ხო? მაგრამ AI-ს არ სჭირდება რაღაც კონკრეტული ხელფასი, არ სჭირდება დასვენება და ასე შემდეგ. ხო, ესეც შეიძლება რომ რაღაცა ყურადღების გადასატანი ფაქტორი იყოს AI-ის შესახებ. შეიძლება რომ პრობლემა მართლაც სხვა იყოს, ხო, მაგრამ AI-ის იმდენად ბუნია, რომ შეიძლება რომ ნებისმიერ საკითხში გამიგროთ. ამიტომ კენგურუ AI არის თქვენთვის სპეციალიზებული სხვადასხვა კონკრეტულ ნიშებში, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც კენგურუ, ყოველთვის გიყურებთ შორიდან, გულშემატკივროთ კენგურუ, ბიკანგურუ ვიდეოს.